საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 19 იანვარს 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ნათლის ღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსახდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ წყალი აკურთხა. აღსანიშნავია, რომ წყლის დიდი კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა, ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. წყლის კურთხევის დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსახდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ნათლის ღების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. მიტროპოლიტმა შიომ დღევანდელ ქადაგებაში ნათლის ღების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ყოვლად სამდელონო, მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლის ღების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩვენ ზედა. ასეთ სიტყვებს გალობს წმინდა ეკლესია დღევანდელი დღესასწაულის კონდაქში. და ამ დღეს ეწოდება ასევე ღვთის განცხადება. უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონადულ ცოდვილებს ნათლავდა წყლით. მაცხოვარ ცოდვები არ ქონია, მაგრამ როგორც ის თავად გვამცნობს, ის მიდის იოანესთან, რათა აღასრულოს ყოველი სიმართლე. და აი ნათლისმცემელი თავდაპირველად მას შეაჩერებს თითქოს და ეტყვის, რომ მე მართებს, რომ ნათელი მივიღო შენგან და შენ ჩემთან მოდი ხარ, მაგრამ შემდეგ დაუთმობს უფალს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს წარმოთქვავს. აჰა ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. რას ნიშნავს ეს სიტყვები იოანე ნათლისმცემელისა, რომლითაც ის მიეგება მაცხოვარს? ეს ნიშნავს, რომ მესია, ხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენი იყო ნათქვამი ბიბლიაში, დღეს მოევლინა ქვეყნიერებას და დღეს განაცხადა თავის თავი მდინარე იორდანეზე. და როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ ცანი გაიხსნა, როგორც მოგვითხრობს სახარება, და ზეციდან გაისმა თვით მამა ღმერთის ხმა. ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის. და სული წმინდა გამოჩნდა მტრედის სახით გარდამომავალი იესო ქრისტეზე. აი ასე მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაცხოვრის ნათლის ღება მდინარე იორდანეზე და ყოვლადწმიდა სამების განცხადება.
სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა, გათქვამია დღევანდელი დღის ტროპარში. და ამიტომაც ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ინათლება, ვისაც სწამს სამგვამოვანი ერთი ღმერთი, უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. და ეს ჭეშმარიტი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ეკადაგათ მოციქულებს, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს, როდესაც მიიღო ნათლისღება მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელისგან. და აი ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება ასევე იმიტომ, რომ უფალ იესო ქრისტე ცნობილი გახდა ხალხისთვის. არა მაშინ, როდესაც იგი იშვა, არამედ როცა იგი მოინათლა მდინარე იორდანეზე. აი ნათლისღებამდე იგი უცნობი იყო ხალხისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღებას ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ნათლისღების მადლს მოაქვსთვით ყოვლადწმინდა სამების მარადის მყოფი ნათელი და ძალა. და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები აი ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს ჩვენ და შეგვიყვანს ცათა სასუფეულის მარადიულ ნათელში. ამინ. სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ. ეს არის უდიდესი დღე. უფლის შობით დედამიწა იკურთხა და ნათლისღებით უფალი როდესაც შევიდა მდინარე იორდანეში, მთელი დედამიწის წყლები იკურთხა, წყალმა შეიძინა განსაკუთრებული თვისება და ფაქტიურად აქედან მოგვეცა ჩვენ ნათლისღების საიდუმლო და ჩვენ ყველანი ქრისტიანი ვინც არის, ყველა მონათლული არის და ყველას ჩვენ ნათლიებს მილოცვა და ჩვენ ნათლულებს მილოცვა დალოცვა და თელ საქართველოს მილოცვა და დალოცვა. ნათლისღების დღესასწაულს ულოცავ სრულიად საქრისტიანოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მართლაც განსაკუთრებული დღესასწაულია ნათლისღება, გაცხადება ყოვლადწმინდა სამებისა, ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვები, სამების საკათედრო ტაძარში დელთავრებმა აღავლინეს საზეიმო წირვა და იკურთხა დიდი აიაზმა და მრევლს შესაძლებლობა ექნება სამების ტაძრის ეზოში ეს აიაზმა წაიღონ და მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ ეს სიწმინდე. ღმერთმა დაგლოცოთ, რავას დაესწრათ. ხილოცავთ დღევანდელ დღეს. უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე თითოეული მორწმუნე ადამიანისათვის. ჩვენ როგორც ვიცით წმინდა წერილიდან ჩვენმა მაცხოვარმა უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა ადამიანისათვის მაცხოვრებელი საიდუმლო. ეს არის ნათლისღების საიდუმლო, ნათლობა. როდესაც ჩვენ დავინახეთ სახარებაში, რომ იორე ნათლისმცემელმა მონათლა თვით მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესაჭიროებოდა ნათლისღება, ამით ჩვენ მაცხოვარმა დაგვანახა, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ეს საიდუმლო ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომ თავად ისიც მოინათლა. ულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაულს და ყოველივე სიკეთეს მშვიდობას უსურვებ, გამრავლებას, გახარებას და ბედნიერებას. სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს ულოცავ ნათლისღების დღესასწაულს. პატარა მინასთან ერთად ვარ დღეს მოსული და ძალიან ბედნიერი და გახარებული მინდა იყოს თითოეული პატარა. ჩემ ნათლია პატრიარქს ულოცავ ნათლისღების დღესასწაულს მრევლს და ესწრებით. ყველას გილოცავთ ნათლისღებას, იყავით ბედნიერები და ჯანმრთელები თქვენ საყვარელ ნათლიებთან ერთად. თალ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღესასწაულს, ყველანი ყოფილიყვნენ ბედნიერები და ჯანმრთელები. ჩემს ნათლია პატრიარქს ულოცავ დღესასწაულს, მინდა სულ ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყოს ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. გილოცავთ ამ ულამაზეს დღეს მთლიან საქართველოს
საქართველოს და ულოცავ ჩემ ნათლია პატრიარქს, უსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. აღსანიშნავია, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საქართველოში ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.